მოგესალმებით ჩემო ძვირფასებად და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ გავაკეთოთ ისეთი გაშლა. აი მაგისი ფიქრები. ავიღოთ ჩვენ მამაკაცის ფიქრები თქვენზე, მისი გრძნობებით ნახოთ რა თქმა უნდა. და ვნახოთ вообще მისი აზრები თქვენს ურთიერთობაზე. ხო? იმიტომ რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი არის საერთოდ ურთიერთობაში რა თქმა უნდა რომ იცოდეთ ერთს რა უნდა ურთიერთობაში, მეორეს რა უნდა ურთიერთობაში. დღეს ჩვენ ვისაუბროთ მამაკაცს. ხო? კითხვები გამზადებული მაქვს. ჩვენ ჯერ სიგნიფიკაცია გავაკეთოთ. ვნახოთ ახლა რა ხდება თქვენს შორის, რომ ვიცოდეთ რომ ეს არის თქვენი გაშლა, ხო? ნახოთ. აბა ვნახოთ. ვისთვის არის ეს დღევანდელი ჩვენი და ეს ვერ გავიგე რატომ მოდიხართ, მოიცადეთ. ძალიან უნდა დასწა საუბარი, მაინც მოიცადეთ, ნუ ჩქარობ. так. გოგოს ენერგია მინდა ვნახო, ბიჭეს და რა ხდება თქვენს შორის. აი ესე გავაკეთოთ ჩვენ. так, გოგო, გოგო არის იეროფანტის ენერგიაში. გოგო არის საერთოდ ძალიან მიყვარს აი ამ დასტაში იეროფანტი, ძალიან ისეთი მხიარული, თუმცა ისე საერთოდ ძალიან სერიოზული ტიპაჟია, მაგრამ აქ შეიძლება თქვენ ანუ 5 რიცხვში დაბადებული, ანუ 23-ში დაბადებული, შეიძლება 14-ში დაბადებული, ანუ ისეთი ენერგია ადამიანის, რომელიც არის ეხლა მართლა კარგად უნდა გრძნობდეთ, რატო იცით, იმიტომ რომ თქვენ საერთოდ რას ნიშნავს, მე 5 ენერგიას, ყველა ენერგიის სხვათაშორის თუ გაინტერესებთ, ჩვენ მარატონი გქონდა 3 დღიანი, სადაც მე ყველა ენერგიებზე მოვყვები აბსოლუტურად რესურსი, ნიჭი, კარმები, ფულის, ურთიერთობის შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ და ნახოთ კიდე რა, გაქვთ საშუალება, რომ ვინც დაესწრო, ვინც არა ჩაწერილი შეგიძლიათ ნახოთ. ლინკი ვიდეოს ქვეშ არის, ჩემ დახმარებულ ჯგუფს მიმართეთ და აგიხსნიან ყველაფერს. ეხლა ნახეთ რა ხდება, ანუ აქ უეჭველი ადამიანს აქ ინტერესი როგორი იცით, ინტერესი არის თავის განვითარების. რა თქმა უნდა, აქ ახლა ამ ბოლო დროს შემიძლია გითხრათ, რომ მართლა უკვე даже მარატონმაც ეს მაჩვენა მე, რომ აი უამრავი ადამიანი, ვინც არის ჩემს არხზე, არიან ის ადამიანები, ვისაც აინტერესებს თავისი თავი, ვისაც აინტერესებს თავის განვითარება. აი ეს ძალიან მომწონს, იმიტომ რომ აქ ნამდვილად ადამიანი, ანუ მიდის ამ თავის ცხოვრების გზაზე, გამოცდილება უკვე დიდი აქვს. ადამიანია, რომელსაც ვერ გეტყვით, რომ ეხლა ნეგატიურად არის განწყობილი ან რაღაცა, არა. აი არავითარ შემთხვევაში აქ თავისი ფასეულობები, აქ თავისი იცის რა უნდა ამ ადამიანს ნამდვილად ამ ცხოვრებაში და გეგმები რა, უყვარს ძალიან რომ იყოს ყველაფერი ისე როგორც საჭირო, ძალიან სტრუქტურული ადამიანი და ყოველ შემთხვევაში აი ხა როგორ ენერგიაში ხართ, იცით, არ შემიძლია თქვა რომ აქ რაღაცა ნეგატიური ან არა, რატო უნდა იყოს სიტყვაზე ახლა ნეგატივში, არა. ბევრი რამე, იცით, ბევრი რაღაცა გინდათ ახლა ანუ შეიძლება даже როგორ არის მე 5 ენერგიას ადამიანი, რომელიც ყველაფერს სწავლობს, რაც მას აინტერესებს. ეს არ არის აუცილებელი, რომ 15 უმაღლესი კონდეთ დაუშვოთ. შეიძლება ადამიანს სულაც არა აქვს არანაირი უმაღლესები და რაღაც, მაგრამ ცხოვრება იმდენად კარგად იცის და იმდენად ბევრი რამე გამოიარა, მაგრამ აი რა არის მთავარი, ეს არის ესეთი ენერგია აი აქ ამ არაკულში, რომ მე მომწონს ჩემი ცხოვრება. მე მომწონს ის კი შეიძლება იყოს სირთულეები, რაც მე გამოვიარე, მაგრამ მე მიყვარს და ადამიანი, რომელსაც ყოველთვის სჯერა, რომ აი ჩემი მომავალი უფრო კარგი იქნება, შეიძლება ვიდრე დღეს არის, ხა? ანუ სჯერავს, ამის ის არ არის ცუდი, ოცნებობს. ენერგია ძალიან მაგარია, მომეწონა. ბიჭი, ჩვენი ბიჭი არის რაღაცა პერიოდში, იცით,
სხვადასხვა შეიძლება ეხლა არ გქონდეს ესეთი ადვილი პერიოდი, რთული პერიოდი, აქ ბევრი შეიძლება აქ მაგას პრობლემები, შეიძლება ბევრი აქ სამუშაო, შეიძლება ბევრს მუშაობს და ძალიან რთულად მუშაობს. მაგრამ 10-იანი ეს როცა უკვე ადამიანი პრინციპში შეიძლება даже უფიქრდება ბევრს თავის ცხოვრებაზე, აი ეს სირთულეები, ხო, ეს თვირთი. ნუ შეიძლება ბევრი პასუხისმგებლობა აქვს ამასაღებული, ეხლა ან შეიძლება ოჯახზე, ოჯახის წევრებზე, შეიძლება თავის ცხოვრებაზე და ასე შემდეგ. ნუ ყველა ვარიანტში 10-იანი ეს როცა უკვე ეს პერიოდი მთავრდება, შეიძლება ეს ადამიანი ფიქრობს, რომ უკვე დაუშვათ მინდა სხვანაირი ცხოვრება, რატომაც არა, ხო? იმიტომ რომ უკვე აქ, ნუ მაგრამ ბევრი პასუხისმგებლობა აქვს ვიღაცაზე, არ ვიცი რა, ახლა და რა ხდება თქვენ შორის, ნუ პრინციპში ნახეთ, აქ როგორი ენერგია, იცით? როცა ორივე ადამიანს ეს თქვენ შორის რა ხდება, ანუ ორივე ადამიანს უნდა რომ აი ეს სირთულეები თუნდაც ეს განცდები, აი ეს ყველაფერი დარჩეს უკვე უკან და ანუ მომწონს რა, ორივეს აქ იმისი ისეთი შეგრძნება, რომ აი სამომავლოდ, აი მომავლის როს ჯერავთ, ასე ვთქვათ. და ეს, ნუ ეს კარგი არ არის ცუდი, რომ ანუ ვიცით, რომ უფრო კარგი იქნება ყველაფერი, რომ ანუ აქ даже ვეტყოდი, რომ წყვილს ყველა ვარიანტში ეს არ არის ახალი გაცნობილი, ეს არ არის ესეთი ურთიერთობა, რომელიც თქვა გუშინ შეიქმნა. აქ უკვე რაღაცა პერიოდი ადამიანებმა ერთად გამოიარეს, იმიტომ რომ ესეთი ენერგიები უბრალოდ ადამიანებს შეიძლება უნდათ დაუშვათ იმის მიუხედავად, რომ შეიძლება გაიარეს ძალიან ბევრი რაღაც მომენტები ცხოვრებაში. კი, დავუშვებ, საჯარო გაშლა არის და შეიძლება ვიღაცა გავიდა ურთიერთობიდან. კი ბატონო, მაგრამ პრინციპში რა არის? აქ ქალი არის ძალიან ჭკვიანი, ნახეთ, მაღალი არკანი არის ქალზე. აქ შეიძლება სხვაობა გქონდეთ თქვენ რამეში, ან საქმეში, ან რელიგიაში, ან თქვათ საერთოდ გინდას განათლებაში არ არის გამორიცხული. ნუ რაღაც შეიძლება თქვენ დაუშვათ ახლა ხარ დაკავებული ისეთი სიტყვაზე საქმიანობით, სადაც დაუშვათ გონება გჭირდება და იმას დაუშვათ ახლა უფრო სჭირდება, ნუ შრომობს თქვათ, შეიძლება ფიზიკურად თქვენი პარტნიორი, ხო? ნუ ეს როგორც ახლა საჯარო გაშლა, ამიტომ რა თქმა უნდა ყველა ვარიანტს ვამბობ, მაგრამ იცით რა არის, აი თითქოს ახლა ისეთი მომენტი არის, რომ აი ახალ ეტაპზე გადადიხარ, ისეთ რვიანი დაასების ეს როცა უკვე წყვილმა და ახლა ეს თქვენ შორის არის, ხო? ბევრი რაღაცა ეტაპები გამოიარა. აი შეიძლება იყო და შორდებოდნენ, შეიძლება მე რა თქმა უნდა რიგდებოდნენ, მე შეიძლება რაღაცა არ მოსწონდათ, შეიძლება იყო ურთიერთობაში ესეთი პერიოდები, როცა ვიქრობდნენ გჭირდება, არ გჭირდება ვიყოთ, არ ვიყოთ, გრძელი პაუზებით შეიძლება იყო აქ ურთიერთობაში, მაგრამ რა არის, გოგო გაიზარდა. ან თქვენ უკვე ხართ ისეთი პიროვნება, რომელიც იცით თქვენ, ხუთიანები რა არის, იცით მაგათმა იციან უკვე დაბადებული რო ხარ შენ ამ ენერგიით, ხო? ან როცა ხარ შეიძლება თქვენ სულაც არ ხართ არც ხუთში დაბადებული და მაგრამ მატრიცაში შეიძლება გქონდეთ თქვენ ან ნიჩზე ან სადღაც არის მეხუთე ენერგია, შეიძლება პირად ძალაზე საერთოდ რა. მეხუთე ენერგია არის და ანუ ეს იმასია, სადღაც არის ეს ენერგია თქვენში. ეს რა თქმა უნდა მასწავლებელი და ეს არის ადამიანი, რომელმაც თუ არ ვიცი, მე ვისწავლე, მე გავიგებ, თან მოთმინება, რა თქმა უნდა, პლუსში ახლა მოთმინების უნარიც აქვს რა აქ ადამიანზე შეიძლება დაუშვათ თქვენ თუ რამე იყო, თქვენ ან კითხულობდეთ, ან ნახულობდეთ, ან ეძებდეთ ინფორმაციას, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში არც გამოვრიცხავ, რომ შეიძლება თქვენზე არის თქვენ ხართ ისე რა ქვია, საყრდენი ამ ურთიერთობის, აი ასე რომ ვთქვათ. კარგით, ნახოთ ახლა, ნუ თუ იცანით თქვენი სიგნიფიკაცია,
ნახოთ, იმიტომ რომ რა არის, ეცი მე აქ ვერ ვხედავ რას, მე ვხედავ აი წასვლას თქვა და გაშორებას. აი ეს იქნება ძალიან პატარა პროცენტი, იცით როგორ თუ დაუშვოთ ახლა გოგოს შეიძლება როგორ აქვს ეს პოზიცია შეიძლება იყოს, რომ აი შენ რა ვქნა, თუ შენთვის ეს ურთიერთობა მძიმეა და შენ თუ ვეღარ ერევი, შეგიძლია წახვიდე, მაგრამ მე ამით ახლა რომ ვთქვათ, ახლა ისტერიკაში ჩავარდები ან დაუშვოთ ვიტყვი რომ ჩემ ცხოვრებაზე всё დაესვა წერტილი, არა. აი აქ არ არის ეგეთი ენერგია, აი გოგოს უფრო ის არის. მაგრამ ბიჭს აქვს აი რაღაცა ცოტა ისეთი პერიოდი აქვს რთული. ნუ ჩვენ ახლა ვკითხოთ, რა თქმა უნდა, ახლა რა ხდება აქ, ხო? Так, პირველი ესე იგი, ეს ადამიანი რას ფიქრობს თქვენზე? პარტნიორი გრძნობა ვნახოთ ახლა მისი გრძნობა თქვენს მიმართ. ვნახოთ ახლა მისი მთავარი ანუ რაზე ნერვიულობს ყველაზე ძალიან ახლა ეს თქვენი ურთიერთობის შესახებ. ვნახოთ აი რა უნდა მაგას რო თქვა და აი რა უნდა რომ შეცვალოს ამ ურთიერთობაში, ესეც ნახოთ. რა მოსწონს ძალიან თქვენ ურთიერთობაში? როგორ უნდა რომ ეს ურთიერთობა განვითარდეს, აი მისი თვალსაზრისით როგორ უნდა რომ განვითარდეს ეს თქვენი ურთიერთობა? მე ვნახოთ რამდენად მნიშვნელოვანი არის მისთვის ეს ურთიერთობა, ეგაც ვნახოთ. და ისიც ვკითხოთ, აი შეიძლება რამე სათქმელი აქვს მაგას, მაგრამ ვერ გეუბნებათ, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით რომ მამაკაცები ძალიან ისეთები არიან, რომ აი ზოგჯერ, ნუ ვერ ამბობენ, ხო, არ არიან ეგრეთ ვთქვათ ემოციურები, ან შეიძლება არ მინდა რომ გაიგოს, არ მინდა რომ მე რო ამას ეს ჩემი სისუსტი ვანახო და ასე შემდეგ. სხვათა შორის აი რა უნდა კაცს და როგორი რას ფიქრობს და ვაფშე საერთოდ რა არის მაგაში, აი მაგის ფსიქოლოგიაზე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ ჩემ ტრენინგზე, ვინც მოდის 15 აპრილს იწყება. იქ იქნება აუცილებლად მაგაზე საუბარი, იცით თქვენ ხო, უკვე თუ არ იცით და ჩემი სტორები ნახეთ. 15 აპრილს მე ვაკეთებ ტრენინგს კარმული ურთიერთობის განიკურნება და იქ იქნება, ანუ ძალიან საინტერესო რამე და ამ პროგრამაში ბევრი საინტერესო იქნება თემები. რა თქმა უნდა, იქ იქნება ეს თემაც, ანუ მამაკაცების ფსიქოლოგიაც, რომ გოგოებმა გაიგონ, იმიტომ რომ მე სულ გეუბნებით, როცა თქვენ ვარდებით პაუზებში, როცა თქვენ თქვათ უცბად დაშორდა პარტნიორი, ხო? ანუ წავიდა, გავიდა ურთიერთობიდან სიტყვაზე, აი აკაც არ გამოვრიცხავ, შეიძლება თქვათ, მოხდა რაღაცა მომენტი, ამოვიდა სიტყვაზე, ანუ ყველში ეს სირთულები, იმიტომ რომ შეიძლება ვერ ერევა დაუშვოთ, ხო? ვერ ერევა. და ადგა და დაუშვოთ წავიდა, ხო? მაგრამ აქ იმას არ ნიშნავს, რომ ეს წავიდა სამუდამოდ, შეიძლება დაბრუნდეს კიდევაც, მაგრამ როდის, აი ეს კითხვა როდის რო გაქვს და თუ გინდათ რომ ეს როდის დავამოკლოთ ჩვენ, ხო? ეს პერიოდი როდის? აი როდის არის კითხვა ძალიან კარგი, როდის იცით? არა 22 მაისი, არა 23, რა ვიცი მე, თებერვალი, არა, როდის, ანუ რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ დაბრუნდეს სიტყვაზე მე, ხო? მე პირადად, აი ამ კითხვას ასე რომ დაусმევ თქვენ და ამ პერიოდში ეს რას ნიშნავს? მე ჩემ თავს რომ ვუსმევ, ეს როდის შეიძლება დამთავრდეს 1 დღეში და 2 დღეში და 1 საათში და შეიძლება წლები გაგრძელდეს, რატო? იმიტომ რომ მე თუ ვფიქრდები იმას, რომ დავჯდები და გავაანალიზებ ურთიერთობას, ნახეთ, ანუ ურთიერთობა ყველაზე რთული სამუშაო, იცოდეთ, მაგრამ ყველაზე კარგი აქვს ამას აი სიამოვნებაც. რას უფრო მალე შენ დაიჭერ აი ამ მომენტს, რომ რა უნდა ვისწავლო, იმიტომ რომ მე სულ რატო გეუბნებით ერთი და იგივეს, რომ მინდა ეს გაიგოთ რისთვის, რომ შეგიმსუბუქოთ თქვენი ნერვიულობა. იმიტომ რომ თქვენ როცა არ იცი რატო არის შიშები, რატო იზრდება და ეს შიშები რატო არის ჩვენ შეიბადება. რომ აი ვაიმე არ დაბრუნდება, ვაიმე არ ვიცი რა ვქნა, ვაიმე რა უთხრა, ვაიმე მოდი ჯობია სულ არაფერი არ უთხრა, ვაიმე აი რო წავა მე რა ვქნა.
აი ეს არის შიშები. გაიგეთ? და ანუ ამაზეც ჩვენ გვექნება აუცილებლად ტრენინგის საუბარი, როგორ უნდა ეს შიშებიც გავუშვათ ჩვენი ცხოვრებიდან. ამ დროს ჯობია რა გააკეთო? უპასუხო ამ კითხვას, როდის დაბრუნდება, იმით რომ გავიგო რა გაკვეთილი მაგ ამ წუთში, რას გავდივარ, რა უნდა რომ მითხრეს მე მაგან თავისი საქციელით რა. აი სხვაგვარად როცა მიუდგებით თქვენ ამ კითხვას, ხო? მაშინ თქვენ უფრო მალე გაიგებთ, უფრო მალე დაამუშავებთ, უფრო მალე გაუშვებთ თქვენ ამ ცხოვრებიდან პრობლემას და უფრო მალე დაბრუნდება პარტნიორი. დამერწმუნ ეს იმიტომ კი არ მიდის შეიძლება თითოეულს ვაფშე ვერ ხვდება რატო წავედი რა ვიცი ნუ კაი თქვა ანუ რაღაც სისულელი გააკეთე და მე რა წავედი თქვა მეორე დღეს რა წავედი ხო ნუ მეწყენა ხო მაგრამ ახლა ხო აღარ ამწყენს და ახლა რა ვქნა რა გავაკეთო უნდა მიმიწერა გადის ერთი დღე ორი დღე სამი უკვე всё რაღა აი ეს პროცესი არის ეს თქვენზე დამოკიდებული ეს პროცესი რამდენი ხანი თქვენ დაუშვათ არ შეცვლით რამეს და ამიტომ რა თქმა უნდა ნუ თქვენზე დამოკიდებული როგორ შეხედავთ თქვენ ურთიერთობას თუ ზედაპირულად და ასე შემდეგ რა თქმა უნდა ნუ აქ არც გაჩერდება არავინ ჩემ გაშლაზე მასეთი ადამიანი ახლა ვის უნდა ამდენი საუბარი ხო და ჭკუის დარიგება ხო და ამიტომ ეს არის უბრალოდ ადვილი გზა დამერწმუნდით შეგიძლიათ არ დამიჯეროთ მაგრამ აი ასე რომ იტრიალებთ თქვენ წლები მე რინანებ უბრალოდ რამდენი ლამაზი წელი დავკარგე ხო ამიტომ ჯობია ერთხელ გაიგო რა ხდება მე რატო ვაკეთებ მაგალითად გაშლას ყოველთვის დიაგნოსტიკას ვაკეთებ მატრიცის რატო იმიტომ რომ პროგრამები არის რა და იმ კონკრეტულ ადამიანთან ეგრევე მიხვდები რა პროგრამას გადიხარ და გეტყვი რა უნდა გააკეთე იმიტომ ახლა კლუბშიც გავაკეთე ეს ნუ ეს იქნება მხოლოდ 15 აპრილამდე ეს უფასო წუთიანი გაშლები ნუ გარჩევები ასე წოდებული და შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ჩვენთან კლუბში და მოხდეთ მონაწილეობა მიიღოთ და ნუ ყოველ შემთხვევაში მოკლე დიაგნოსტიკას მაინც გაგიკეთებ და გეტყვით. ლინკი ყველანაირი დაბლა არის ქვეშ. ვიდეოს ქვეშ მიწერეთ ჩემ დამხმარ ჯგუფს. всё, ეხლა ვინც უკვე თქვა ხო დროზე დაიწყე, ვიწყებ. მე მანამდე მე უკვე დავიწყე, მე უბრალოდ გეუბნები თქვენ იმ ინფორმაციას, რომელიც თქვენ გჭირდებათ. ან არ გჭირდებათ. თქვენი ხო, ну, პრინციპში ნახეთ, მე თქვენზე ფიქრი. თქვენზე ეს ადამიანი სხვათა შორის ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს თქვენზე. პირველ რიგში ეს ადამიანი ძალიან კარგად, აი თქვენ ხართ მისთვის ძალიან წარმატებული ადამიანი, ადამიანი მოუსვენარი, ადამიანი აღიარებული, ადამიანი, რომელსაც აი აქ არის ძალიან საინტერესო ეტლი რა, ნახეთ, მანქანაზე დგას ასეთი კაცი, ხო, რომელიც თქვა ვიღაცა შეიძლება ვარსკვლავი, ხო, თქვა ახლა. ნუ ახლა აქ უბრალოდ როგორი თემა. ხარ ადამიანი ნამდვილად თუ თქვენ დაუშვათ, შეიძლება თქვენ მსახიობი ხართ, შეიძლება თქვენ ახლა ბლოგერი ხართ. ნუ ანუ ყოველ შემთხვევაში ისეთი პიროვნება შეიძლება უბრალოდ თქვენ მეგობრებში, თქვენს ოჯახში, ხო, თქვენს ქალაქში ისეთი ადამიანი ხართ, რომელიც თქვათ, ну, ძალიან აღიარებული, ძალიან მაგარი გოგოა რა, მოდით ასე ვთქვათ. შეიძლება თქვენ ახლა ქუჩაში რო გადეხართ, ну, ახლა ეს ჩემი ხუმრობა არის, ხო? 10-დან 15 გიყურებთ რა, აი ადამიანი და ну, ყოველ შემთხვევაში, აი ძალიან ისეთი ადამიანი, რომელსაც სულ უნდა რაღაც აი წარმატება, ადამიანი, რომელიც არ ჩერდება, შეიძლება თქვენ მანქანით დადიხართ და სულ მოძრაობთ რა, შეიძლება ბევრი მეგობრები ყავთ დაუშვათ, ხო? ანუ ბევრ ადამიანს შეიძლება ეხმარებით თქვენ. ну, ის რო თქვენ ძალიან ესეთი მოძრავი ტიპი ხართ, მასთან შედარებით, არა, ნახეთ, აქ ახლა ისე რო ვთქვათ, ნახეთ, ეს ბიჭი ხო არის აქ ისეთი ფორმა აქვს, რომ აი, მოვედი ბიჭებო, გოგოებო და ეს თვითონ ნახეთ, აქ მზღოლი როგორ ზის ჩუმად დაჟე შეიძლება თქვას, რომ ანუ თქვენ უფრო ანათებთ ვიდრე ეგ შეიძლება ჭდილში არის რა. შეიძლება თქვათ, ну, აი ამას დაჟე შეიძლება როგორ არის, იცით, აქ სიტუაცია ისეთი იყოს, რომ თქვენ ზოგისთვის, ასე ვთქვათ, რომ შეიძლება არ საუბნებით არავის მასზე არაფერს,
და არის სადღაც ჭდილში. ან თქვენს ჭდილში არის რა, რო გადიხარ, შეიძლება ამბობენ, რა მაგარი გოგოა რა. ანუ ყოველ შემთხვევაში აი ეს ადამიანი თქვენზე როცა ფიქრობს, მაგას აი ეს მოსწონს, რომ თქვენ ასეთი აღიარებული ხართ რა, ანუ ლიდერი ხართ საერთოდ ცხოვრებაშიც რა. და აი ყველაფრის შემძლე რა, კიდე აი ეს მოდის ეგეთი ინფორმაცია. ძალიან ძალიან კარგად ხედავთ, ან ახლა მაღალი არკანი, ან ახლა რა არის ახლა ყველა ვარიანტში ახლა ეს არის კიდე ისეთი ენერგია, როცა ადამიანი ძალიან აი ესეთ პერიოდში, აი სულიერი მოზღვარიც არის, როცა ადამიანს უსმენენ, დაუშვათ, უსმენენ, რასაც თქვენ ვინმეს ეუბნებით, თქვენ გისმენენ ადამიანი, გამოცდილება გაქვთ და ამიტომ ადამიანებს ნამდვილად ეხლა თქვენი მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია რა. თქვენი რჩევები შეიძლება დაუშვათ, ხო, თქვენი ცოდნის გაცემა შეიძლება თქვენ დაუშვათ აძლევთ ცოდნას ვინმეს და სიამოვნებით იღებენ თქვენ ცოდნას რა. ну ძალიან ესეთი ყოველ შემთხვევაში ამენია თქვენ როგორ გესმოდეთ ეს პერიოდი, იმიტომ რომ აქ ცოტა მიკროფონს დავასწორებ თქვენის ნებართვით. ეცადე რომ ასე ცოტა ისე იყავი რომ გაიგონ რას ლაპარაკობ. მაპატიეთ. საბოტაჟი დაიწყო ჩემო მიკროფონმა. так, დავიწყოთ შემდეგი, დავიწყოთ გავაგრძელოთ. так, მისი გრძნობა. იცით როგორ არის? აი აქ რას მაჩვენებენ, იცით? შეიძლება აი სირთული მაგიტომ ხო არ არის მაგისტვის ეს, ну, აი აქ თქვენ ურთიერთობაში, რომ თქვენ საკმაოდ აი შეხედეთ გრძნობაზე რას მეუბნება? მექსიანი არის გვერდხების. თქვენს მიმართ მისი გრძნობა. უხარია, იცით? აი უხარია როგორ იცით? აი საერთოდ აი ნახეთ როგორ თქვენ ყველას აჯობეთ. აი შეხედეთ როგორ ინფორმაცია მოვიდა. შეიძლება აი ნახეთ ახლა შეიძლება ვიღაცები ყავდა ამ ადამიანს დაუშვოთ, ხო? ან ნუ ყველას თავის ურთიერთობები ოჯახი შეიძლება ზოგს ქონა, არა აქვს მნიშვნელობა. მაგრამ თქვენ ყველას ჯობი ხართ. აი აქ ამას აჩვენებს, რომ ყველას ჯობია ეგ გოგო. ანუ აი აქ გვერდხები, ხო? ყველას აჯობა. ყველასო. თან კიდე ნახეთ რა ხდება. იცით კიდე როგორი აი მოდის ინფორმაცია და გეტყვით, თუ თქვენ მასზე ხართ უფროსი, დაუშვათ, იმიტომ რომ აქ ეროფანზე ხო გითხარით რაღაცა სხვაობა. თუ თქვენ ხართ მასზე უფროსი, ამას როგორი აქვს იცით რას ამბობს, რომ აი თქვენ ხო ყავთ თქვა დაქალები ან თქვენი თაობის ვიღაცა თქვა, ну თქვენი ასაკის ხო არსებობს კიდე სხვა ადამიანები, ну ქალები ასე თქვა, ხო? აი თქვენ მაგათთან შედარებით გამოიყურებით ბევრად ახალგაზრდულად და ბევრად მიმზიდველად. მისთვის, მოდით ასე ვთქვათ, ჩვენ ხო მაგაზე ვლაპარაკობ, მისთვის. ანუ რომ დაუშვოთ ახლა შეიძლება თქვენი ასაკის დაუშვოთ ქალი, აი სხვა რო იყოს, უკვე, ну და თქვენ უფრო მაგარი ხართ რა, მაგის თვალში ასია. ну კიდე ეროფანტე. უბრალოდ როგორი მომენტი არის, იცით? ну აქ სხვაობა არის გოგოებო, ну რა ვქნა, რაც არის, იმიტომ რომ ჯერ ერთი ეგრევე მაჩვენეს და მეორე კიდე აი ეს არის თქვენთვის ნახეთ, გრძნობაზე ვეკითხები და ეს როგორ მეუბნება, იცით, რომ ძალიან ჭკვიანია და ანუ ეს არის როგორც დაბრკოლება თქვენს შორის კიდე, გაიგეთ, იმიტომ რომ სულ სწავლობს, სულ რაღაცას აკეთებს, სულ რაღაცებს აი სულ წინ უნდა, სულ რაღაცას ფიქრობს, აი თითქოს არ ვიცი თქვენ ახლა, ну მომწერეთ
კომენტარებში გავიგო რომ აქ ხა ნუ მე არ მიგვირს რომ ჩემს სივრცეში ეგეთი გოგო არის, მაგრამ აი ხედავთ ეგაც როგორ ხედავს რა აი ეს даже გრძნობაზე ნახეთ აი თითქოს ჩემი მასწავლებელი, ანუ ადამიანი ვისგანაც მე ბევრს სწავლობ. ну თქვენ იცით რომ მე გრძნობას რო ვეკითხები, აქ არ არის ესეთი ბანალური კითხვა რომ დაუშვით ვუყარ არ ვუყარ ვარ, ხო? ისედაც რო არ უყარდე, არც იქნებოდა თქვენს მე ასე ვფიქრობ, მამაკაცები ისე არიან საერთოდ. так, კიდე მითხარი, მაინც ნუ იყოს თასები მანახეთ, აბა. ну თასები რა ვაიმე ჯადოქარია, ჯადოქარი. გოგოებო, თქვენ თუ დაუშვოთ ხართ, ну, პრაქტიკოსი თქვათ, ან ტაროლოგია, ასტროლოგია, ну, ეზოტერიკოსი დავარქვათ, ну, არ ვიცი რა. ეს ადამიანი, ან თუ არა ხართ, ეს ადამიანი, ანუ გიждდებათ ჯერ პირველ რიგში ხა კვერცხების დედოფალი, აქ ხა, ანუ სექსუალური, ანუ თქვენ ხართ ის ქალი, ვისაც ეს უკვე მიეჯაჭვა კი არა, ანუ ფიქრობს რომ შეიძლება მომაჯადოა ამ ქალმა რაღაცა ესეთი გამიკეთა რომ აი რა გითხრა რა. თქვენ შორის ერთი გეუბნებით არის რა, თქვენ უფრო შეიძლება გქონდეთ რა განათლებული პლუს კიდე ხდება ლექტორი ხართ, გაიგეთ, შეიძლება თქვენ ახლა ხო გეუბნებით ფსიქოლოგი ხართ, ანუ ადამიანი რომელიც შეიძლება თანამდებობა გქონდეთ ძალიან დიდი და ეს ვაფშე თქვენთან მუშაობს ერთად, ესეც არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ ეგ ისი გიყურებს თქვენ რომ აი ძალიან განათლებულია, ძალიან აღიარებულია, ძალიან მაგარია, ძალიან ჩანს, ძალიან მიმზიდველია, ძალიან რაღაც აი ну, აჰა, და აქ კიდე თასების დედოფალი. ხედავთ თქვენ, ძალიან აი ხალი, რომელიც უზომოდ მიყვარს, აი შეხედეთ, ნახეთ და მე როგორც კაცი შეხედეთ, ვერაფერს ვერ ვაკეთებ ასეთი ქალისთვის. აი იმიტომ არის მაგისტრის სირთული, რომ თქვი, რთულია რაღაცა ამისთვის, აქ სიტუაცია, მეთქი რატო, აი იმიტომ, რომ ისეთი ქალია, რომ ამას სჭირდება, ანუ მაგარი კაცი გვერდის რა და არა ისეთი აი მაგას სხვათა შორის აქ ძალიან დიდი განცდები იმაზე რომ ამას შიში აქ ჩემო სიხარულებო რომ თქვენ უცბად და მოლუდნელად ვაფშე არ მიატოვოთ ეს ჩვენი ბიჭებს მე ვიგითხრათ იმიტომ რომ გავიჭედე მე გეუყურებ რატო აქ ისეთ როგორ არის თქვენი თვითამაღლე თქვენი თვითშეფასება არის თვითშეფასება თქვენი კარგია, მაგრამ აი ის გაფასებს თქვენ ძალიან მაგრად რა. ანუ რო გიყურებს, ესე იგი თქვენ ხართ მისთვის რაღაცა ეტალონი, რა ვიცი, აი ეტალონი, თან პლუს კიდე ნახეთ, აქ ძალიან დიდი პატივისცემა. და პატივისცემა რაზე კიდე თქვენს განათლებას, თქვენს ცოდნას, თქვენს ქალობას, თქვენს ინტუიციას, თქვენს ნიჭს. გაიგეთ? ძალიან ქალურია, ძალიან, ანუ ესე იგი ყველაფერი თუ რამე შეიძლება იყოს, არის თქვენში, გაიგეთ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მაგას სჭირდება მაგარი კაცი გვერდზე და არა ისეთი რომელიც ან თვითონ ნერვიულობს რომ მე არა ვარ მისი იმპერატორი, მე ანუ როგორი იმით ვერ ვაკეთებ იმას, რისი ღირსიც არის ეს ქალი. გაიგეთ და ამაზე ნერვიულობს თქვენ რო იცოდეთ სხვათა შორის. იმიტომ რომ იცით რა არის? ამას აქ ეს მომენტი რომ აი ხო შეიძლება რომ უცბად მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალოს და საერთოდ ვაფშე წავიდეს. ეგ იცოდეთ თქვენ ამას აქ ეს იმიტომ არის აი აქაც ხო გითხარი ან უკვე დაშორდეთ. საინტერესოა. და ნახოთ აბა მისი მთავარი განცდა. აი განცდა შეხედეთ. მისი მთავარი განცდა და ეს სხვათა შორის თქვენ ურთიერთობა შესახებ. ეხა გეტყვით რომ აქ ნახეთ ამ ადამიანს მართლა ძალიან დიდი განცდა. ეს ადამიანი მართლა აი როგორ არის ვერც მიდის ამ ურთიერთობიდან. გაიგეთ, იმიტომ რომ არ შეუძლია, მაგრამ არც არაფერი არ აქვს ისეთი რომ თქვათ რამე თქვენ შემოგთავაზოს, ბევრს ფიქრობს, ბევრს განიცდის ძალიან, აი სულ ფიქრობს, თქვენ შეიძლება ფიქრობთ რომ აი ეს ზის ახლა და თქვათ ახლა ტელევიზორს უყურებს, ან ტელეფონში ზის ამ დროს არა. ეხლა ნახეთ, მაგისი განცდა უკვე კი გვაჩვენა ჩვენ,
რომ სად თქვენ, მოდით ასე თქვა და სად ის და სად მე. გაიგეთ, აი ეგეთი რაღაცა არის აქ და ანუ აქ ახლა ასეთ ქალს ახლა ხო და იმიტომაც დაჩვენა რა, რომ ამას ჭირდება იმპერატორი და არა მე, ჩემნაირი ეგეთი, აი რუსულად არის სიტყვა გალადრანიც. გალადრანიც რა, ანუ არ მინდა მე ხო იცი თქვენ რომ მამაკაცებს დიდ პატივს ვცემ და არასოდეს არ შეურაცხყოფას არ ვაყენებ არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ ახლა ეს თითქოს მისი აზრი რომ აი არაფერი არ მაქვს, უსახკარო და არაფრის მაგნისი და არა აი ეგრე არ ვიცი, ნუ აქ ეგეთი ენერგია, იმიტომ რომ აქ თქვენზე მიდის მთლიანი აღიარება ახლა ამ წუთში და ეს ნერვიულობს, იმიტომ რომ მას არ შეუძლია რომ გააკეთოს ის, რაც თქვათ უნდა რომ გააკეთოს და ამაზე ნერვიულობს. კარგად, ნახოთ აბა რის ну, სულილება უნდა, თქვათ, რა შეცვლიდა ეს ადამიანი, რა შეცვლიდა და так, აბა ეხლა მაშინ რა შეცვლიდა. ერთი წამი დავაზუსტო. იცით როგორი მომენტი არის? აი აქ ნახეთ, მე კიდე აი აქედან წამოვიდა ინფორმაცია, რომ ეხლა მაგას იცით როგორ ისე მიგიჩვიეთ, რომ აი ნახეთ, ეს ბიჭი ხოზის, ნახეთ, ეს არის გალია, ხო? და იმ გალიაში კარები არ არის ჩაკეტილი, ხო ხდებით? ანუ ესე იგი ეს რას ნიშნავს, რომ ეგ შიგნით ხო არის, ეგ თავის ფიქრები არის, ხო ეს გალია, ანუ როგორც ანუ სულ ფიქრები რო გაქვს გალიაში, მაგრამ ჩაკეტილი ხო არ არის, ეგ არ არის და ნუ კარები ღია არის. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ შეუძლია მაგას წასვლათ სიტყვაზე, ხო? მაგრამ არ მიდის. არ მიდის, იმიტომ რომ რა შეცვლიდა ეგა და შეიძლება როგორი მომენტი არის იმის მიუხედავად, რომ თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, ეს ბიჭი რო ვერ ქაჩავს, მე აქ არ გამოვრიცხავ ერთ რამეს. აი იმას ვერ გეტყვით, რომ დაუშვათ ნანობს, რომ თქვენი ну თავი გაიცნო, ხო, მაგრამ ამავე დროს ისეთ რა ინფორმაცია მე რომ ცოდნოდა, რომ ეს ეგეთი ქალი იქნებოდაო, ну შეიძლება დავფიქრდებოდი საერთოდ მიმიღო თუ არა ეს ну თქვა გავაგრძელებდი თუ არა ამ ურთიერთობას, იმიტომ რომ ნახეთ აქაც ახლა არის ცხრიანი ხმალების, ხო? და აქაც არის ეს ანუ იციან შემოსწავლება, რასაც ვამბობ, ზოგჯერ მაგათის გაკვეთილს ვატარებ ლაივში, ხო? ცხრიანი ხმალების და განდეგელი, ხო ხდებით? და განდეგელი ნახათ უარს ამბობს, აი ქალს თავაზობენ ყველაფრით რა და ეს ამბობს უარს. და ამიტომ ფიქრობს, რომ შეიძლება დაუშვათ მომენტ, თქვათ, ვაფშე არც და ეხლა უკვე ძალიან შეუყვარდეთ, უკვე მიგეჩვიათ ძალიან და მაგრამ გული წყდება, რომ ვერაფერს ვერ აკეთებს ისეც, რაც თქვენ გეყუთნით და ეხლა ნახეთ, უკვე თქვენიდანაც ეთქობა გრძნობა არის და თქვენ ну ძალიან აი თბილად, კარგად ეკცევით მაგას, ხო? ანუ რაღაცა სითბოს აძლევთ ძალიან ბევრს, ამ დროს ამას არ შეუძლია რომ თქვენ მოგცეთ იგივე რაც ეგრევე ხო გვაჩვენა, რასაც თქვენ მას აძლევთ. გაიგეთ? ამიტომ გული წყდება, რომ მე რომ აი ეხლა შევცვლიდე შეიძლება მომენტ დაუშვათ, რომ ცოდნოდა, რომ აი ამდენი ხანი მე ვერაფერს ვერ გავუკეთებდი, თქვა, ну ვერა, ხო? დავფიქრდებოდი ალბათ, რომ თქვათ, ეხლა ანს, ну და ეხლა უკვე ვეღარ გადის ურთიერთობა. გაიგეთ რა ხდება, უკვე არ ხართ. და კარგით, ეხლა მაშინ ნახოთ. так. რა მოსწონს? так, სწორედ მივიდა რა ეხლა მე. ეხლა არ ამერიოთ, იცოდეთ მე აქ არაფერი.
იცით რა მოსწონს? აი ის რომ იმის მიუხედავად რომ აი ასეთი სიტუაცია მძიმე ხო არის, თქვენ არ გინდათ რომ მაგი თქვენი ცხოვრებიდან წავიდეს. და ის მოსწონს რომ ყველაფრის მიუხედავად თქვენ ხართ მისთვის მაგი არის თქვენთვის მნიშვნელოვანი. აი ეს ძალიან მოსწონს, მაგას შემიძლია გითხრათ. რომ ყველანაირად აი კი ეგ ბრაზდება, თვითონ ეგ უფრო ბრაზდება, მაგრამ აი ეგ მოსწონს რომ თქვენ მაინც აი რთული პერიოდი თქვათ შეიძლება არა აქ ამ ადამიანს ისე ვერ არის როგორც მას უნდა, მაგრამ თქვენ მაინც აი არავითარ შემთხვევაში არ გინდათ რომ ეგ წავიდეს თქვენი ცხოვრება, არ უშვებ თქვენ თვითონ რა ეს მოსწონს. და როგორ უნდა რომ განვითაროს თქვენი ურთიერთობა? ნუ უნდა ნახეთ ახლა უნდა ყველანაირად რომ თქვენ ცოტა ხანი მოითმინოთ და მოვალ ყველაფერს შენ მოგიტან თუ რაც მექნება ხო? მოითმინე, გეხვეწები, ოღონდაც აი ვიყოთ კარგად ერთად, შენ ოღონდაც მე დამელოდე რა. და ნახეთ აი ძალიან მომწონს აქ ახლა ეს გოგო ნახეთ სახლი არის დგას აქ გოგო ხელაწეული და ბიჭი ზის ნახეთ ცხენზე და ზის საჩუქარი ეს პენტაკლების რაინდი და რა თქმა უნდა ახლა უნდა ამას რომ ეს ურთიერთობა იყოს სტაბილური რომ შენ ახლა დამელოდე მოვალ ყველაფერს აბსოლუტურად თუ რამე მექნება მე შენ მოგიტან რა ნუ მნიშვნელოვანი ხართ ამ ადამიანისთვის და რა გავაკეთოთ ხო და რამდენად ახლა ნუ მნიშვნელოვანი ხართ მისთვის ნუ რამდენად მნიშვნელოვანი ხართ მისი ქალი ხართ. ყველაფრის მიუხედავად თქვენ ხართ ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს არის ის ქალი, რომელიც მე მიყვარს, რომელისთვის მე ყველაფერი აი თუ რამე გამაჩნია მისთვის მინდა. გოგოებო რა არის ესეთ აი კიდევაც გითხარით რომ ბიჭები არ არიან ნუ ისეთები რომ უმრავლესობა ვინც ახლა ბევრს ლაპარაკობს, ბევრს გპირდება, ბევრს არ არის. ზოგი არის. აი ჯობია რომ არ დაგპირდეს ბევრი რამე და გაგიკეთოს ვიდრე ბევრი რაღაცები ახლა შეგპირდოს და ერთი რამეც არ გააკეთოს. გაიგეთ რა ხდება და ამიტომ ეგეთები უფრო დასაფასებელებიც არიან რა. ამიტომ ნუ კი ჩვენ ხარები ვარ და ჩვენ გვიყვარს ეს ყურებით ხო? მოსმენა რო არ იქა და ისე რა ქვია, გითხარით ყველაფერი ხო? აი რატო აი რას გააკეთებდი ჩემი გულისთვის, აი რას იზავდი, აი ესეთ რაღაცები ხო? მაგრამ ნუ ახლა ვინც ჩუმად არის და აკეთებს ის უფრო დასაფასებელი, ვინც ბევრს ლაპარაკობს და ნაკლებს აკეთებს. ამიტომ აქ ამ ადამიანებისთვის თქვენ ხართ ყველაფერი აბსოლუტურად და ამისთვის აი მაგას ახლა არ აქვს მნიშვნელობა, ახლა რამდენი და რა აქვს. ანუ ყოველ შემთხვევაში მისი აი რაც ნახეთ კარები აქ სეიფი არის და პენტაკლების მეფე და ღია აქ ეს სეიფი. ანუ აჰა, ყველაფერი თუ რამე მაქვს შენთვის არის. გაიგეთ რა ხდება? აი, რამდენად ხარ თქვენ მისის ძვირფასი რა. და რამდენად არიან ეს ურთიერთობები მნიშვნელოვანი მაგისტრის, ხო? და პლუს კიდე აქ არის აი ამ პოზიციით კიდევაც შემიძლია გითხრათ რომ აქ რაღაცა მე მგონი ბავშვობა დაგვეკარგა ჩვენ, ხო? რაღაც რომელიმე არკანი მე მგონი დამეკარგა, ეს იქნებოდა ალბათ. ანუ ყოველ შემთხვევაში ნახეთ რა ხდება თუ არა და მე ხა ავიღებ კიდე. რა პრობლემა გვაქვს, ხო? რა უნდა, რის თქმა უნდა, მაგრამ დუმს. ნუ ის თქმა უნდა, ზუსტად, აი რას მეგითხარით, რომ მე მინდა შენთვის ნახეთ თბილა კი არ მელაპარაკე. ანუ ესე იგი რა მინდა ზუსტად რომ ჩუმად კი ვარ, მაგრამ ვაკეთებ და ვეძებ მე იმ წყაროს, რომ შენთვის შენი ეს ჩემი სიყვარული გამოვხატო. მიხვდით? აი ეგ არის, რომ აი მაგაზე, აი ზუსტად რას ვილაპარაკე წინ. ხო? რომ აი იმაზე, რომ შეიძლება მე ჩუმად ვარ, მაგრამ მე ვეძებ გამოსავალს, როგორ დაგიმტკიცო შენ ჩემი სიყვარული. აქ დაჟე დამტკიცებაზე კი რა გაჩვენო. დაინახო. ნუ პრინციპში ნახეთ ახლა ყველა ნუ მამაკაცებს აქვთ თუ ისე და მე ვეჭერ თქვენთვის მითქვა თქვენც ალბათ იცით რომ მამაკაცი თავის სიყვარულს რით აჩვენებს? მატერიალური მხარეთ, ხო? კი ახლა
სითბოდა როგორ არა ახლა და ემოცია მაგა ქალები ვარ ჩვენ უფრო ემოცია ხო და მამაკაცისთვის არის მნიშვნელოვანი რაც მიყვარს ხო იმისთვის ვაკეთებ ყველაფერს და რაც უფრო მეც ვდებ რაშიც უფრო მეც ვდებ მე ენერგიას ფინანსებს ყურად ну თქვა დროს ეს უფრო ჩემთვის მნიშვნელოვანია მე გაიგეთ ეს არის მაგათის მნიშვნელოვანი ძალიან და რა თქმა უნდა იმას უფრო აფასებებ აი ეს არის ну აქ ცდილობს ყოველ შემთხვევაში ну სად ის ყველაფერი სად მიდის და აი ნახეთ რა საინტერესო აქაც რვიანი თასების სად მიდიან ახლა რვიანის მერე მიდის ცხრიანი სად ну აი გეუბნებით აქ ურთიერთობა მე შემიძლია გითხრათ გაგრძელდება კი ბატონო აქ დაბრუნება არის თუ დაუშვით რომელიმე წასული არის ეს იცოდეთ იმიტომ წავიდა თუ წასულია თქვენი პარტნიორი იმიტომ რომ შეიძლება მძიმე სიტუაცია მისთვის რომ ვერ ვერევი უკვე მე ამ სიტუაციას ვერ ვერევი იმიტომ რომ ამისლა ქალი რო ყავს ну ბოდიშით რა როცა შენ არ ახარ ახლა მის შესაძერესი როგორც თვითონ ფიქრობს ხო ძნელია ამიტომ დაფიქრდება დაბრუნდება ხო და ну ყოველ შემთხვევაში მე გეუბნები თქვენ დაბრუნება აქ იქნება ყველა ვარიანტი უბრალოდ ეს სად მიდის ყველაფერი და მიდის იმისკენ რომ სადაც კარგად იქნებით იმიტომ რომ 4-იანი აქ არის საერთოდ ну დაბრუნება იქნება ყველა ვარიანტი ბედნიერებისკენ მეტი ხართ კი ეს სიტუაცია დასრულდება იცი რა თქვენ ხარ ძალიან შეგნებული ქალი აქ ძალიან შეგნებული ქალი ხართ ქალი რომელიც არის აი როგორ იცით აი თქვენ ხართ ტიპაჟი რომელიც ყველანაირად დაუდგება ადამიანს გვერდში თქვენ ხართ საყრდენი კაცისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხო იმიტომ რომ კაცისთვის საერთოდ მნიშვნელოვანი არის რომ მისი ქალი იყოს მისი ზურგი როგორი იცით ანუ არ მიღალატებს ხო მიმიღებს ისეც როგორიც ვარ ხო რაც თქვათ შეფასებას კი არ გააკეთებს თქვათ აი ისეთი ხარ ასეთი აი პირიქით თქვათ დაინახავს კარგ და ასე შემდეგ აი ამ ყველაფერზე კი ჩვენ კიდე ველაპარაკებთ უკვე ტრენინგზე რა თქმა უნდა მე ყველანაირ საიდუმლოებს გეტყვით ხო იმიტომ რომ ახლა ნამდვილად მაქვს რა შემიძლია თქვენ გაგიზიაროთ რა მე კი ამით დაგემშვიდობები მიყვარხარ ძალიან გელოდებით კომენტარებში ხო იცით როგორ მიყვარს თქვენი კომენტარების წაკითხვა